1917 წლის 25 მარტს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა. Ამ უმნიშვნელოვანესი თარიღიდან 100 წელი გავიდა. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარისმა ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა. სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელმა სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა და ქვეყნის ისტორიიდან რამდენიმე საყურადღებო ფაქტი გაიხსენა. არის ისტორიული მოვლენები, ისტორიული თარიღები, რომელიც თითქოს აღემატებიან თავის მნიშვნელობას, აღემატებიან როგორც ისტორიულ მოვლენას. აი ასეთი თარიღი, ისტორიული თარიღი არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. საქართველოს ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია მეხუთე საუკუნეში. დიდი ღვაწლი, დიდი შრომა გასწია მეფე ვახტანგ გორგასალმა, როცა დაადგინა იერუსალიმის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დადგენილი იყო პირველი კათალიკოსი პეტრე. რა იქნებოდა საქართველო, რომ არ ქონოდა ჩვენ ავტოკეფალია, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ წყალობა ღვთისა და მადლობა ღვთისა მინება და საქართველოს მიეცა ავტოკეფალია. ცნობილი დიდი კანონისტი ვალსამონი ამბობენ, რომ საქართველომ და კვიპროსმა ნეტარი პეტრეს დროს მიიღო ავტოკეფალია თავისუფლება. აი ამ ორ სიტყვას ხმარობს ავტოკეფალია და თავისუფლება. ჩვენ მადლობთ უფალს, რომ უფალმა ინება ავტოკეფალიის დადგენა საქართველოში. ტაძრები, რომელიც აშენდა, წიგნები, რომელიც დაიწერა, კულტურა, რომელიც შეიქმნა ქრისტიანულ ნიადაგზე, ყველაფერი ავტოკეფალიის შედეგია და გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის. იგი იყო გაუქმებული და აღდგენილი 100 წლის წინ. ჩვენ თავს ვიხდით კირიონის წინაშე, ლეონიდეს წინაშე, კალისტრატეს წინაშე, ანტონ გიორგაძის წინაშე და სხვათა წინაშე, რომელთაც დიდი ღვაწლი, დიდი შრომით აღადგინეს 100 წლის წინ ავტოკეფალია. ქადაგების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა პანაშვიდი გადაიხადა. კათოლიკოს პატრიარქმა მოიხსენია ყველა იმ პიროვნების სული, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. ღმერთმა დაგლოცოთ, დაგახაროთ, დაგაძლიეროთ, ღმერთმა გაამთლიანოს საქართველო და ჩვენი ეკლესია. ჩვენთან არის
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარმა წმინდა სინოდის წევრებთან, სხვა სასულიერო პირებსა და მრევლთან ერთად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ისტორიული ფოტო გადაიღო. როგორც ცნობილია, 1917 წლის 25 მარტს მცხეთაში შეკრებილმა სასულიერო პირებმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ფაქტთან დაკავშირებით სურათი გადაიღეს. რატომ აქვს მნიშვნელობა ავტოკეფალიას? აქვს იმიტომ, რომ ავტოკეფალურ ეკლესიაში ვერავინ ვერ ჩაერევა უხეშა და თავის არასწორ აზრებს ვერავინ ვერ მოახვევს თავზე. ავტოკეფალურ ეკლესიას ყავს თავის კათოლიკოს პატრიარქი, ყავს თავის წმინდა სინოდი და იგი არის სრულად გამგები ჩვენი დედა ეკლესიისა. მერთმა მრავალჟამიერ ქნას ეს და ყველას გილოცავთ ამ დიდებულ აქტის მიღებას. ცრემლების გარეშე არ შემიძლია ხოლმე არასოდეს გავიხსენო კირიონ კათალიკოსის ის სიტყვები ამერიდან ჩვენ არ გავართ მონა ერთი საუკუნის უკან ნათქვამი. საქართველოს უამბრძოლებში იყო მუდმივად 4 კუთხით მტერიესია, მაგრამ მაინც გამოდიოდა გამარჯვებულდა ეკლესია. ამ საქართველოს თავისუფლებაში, ავტოკეფალიაში და დამოუკიდებლობაში ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა. გილოცავთ თქვენ და სრულიად საქართველოს ამ ისტორიულ მართლმადიდებულ დღესასწაულს ვერთა მრავალზაგვასოს, გაგვახაროს, გაგვაძლიეროს და ერთობით გვამყოფეს მრავალჟამიერ. Მნიშვნელოვანია ჩვენ დავიბრუნეთ ეს ავტოკეფალია და თავისუფლება. ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის კირიონ კათალიკოს, ლეონიდეს, კალისტრატეს და ასე შემდეგ ჩვენს დიდ წინაპრებს და კათალიკოსებს. გილოცავთ ყველას და სრულიად საქართველოს მიულოცავთ. ავტოკეფალიის აღდგენის დღეს სულად შემდეგ მოყვა, ასე ვთქვათ, საქართველოს გაერთიანების და თავისუფლების დღე და ეს ჩვენთვის სამშობლოს და ქრისტიანობა ერთი განუყოფელი ნაწილი, ასე რომ მთელ საქართველოს ულოცავთ დღევანდელ დღეს. საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ საქართველოს ეკლესიაც უნდა გაერთიანებულიყო უწმინდესისა და უმართებულესის სინოდის გამგეობაში. ახალ მართვა-გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათოლიკოსის ყოფნა. გითხოვთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების განგებულებისგან უწმინდესის სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის სახელის შენარჩუნებით. ეს წერილი 1811 წლის 10 ივნისით თარიღდება და მისი ავტორი რუსეთის მეფე ალექსანდრე პირველია. სწორედ ამ გზავნილის შემდეგ გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ქვეყანა სულიერი წინამძღოლის კათოლიკოს პატრიარქის გარეშე დარჩა. წმინდა ანტონ მეორე რუსეთში გადაასახლეს. მე-5 საუკუნეში მინიჭებული ავტოკეფალიის აღდგენა კი მხოლოდ 106 წრის შემდეგ გახდა შესაძლებელი. საქართველოს ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსის მეშვეობით მართავდა. ქართული ენისა და ტრადიციების, ქართველ წმინდანთა და დღესასწაულთა არცოდნამ გადაულახავი ბარიერი წარმოქმნა ქართველ მართლმადიდებელთა და ეკლესიის მაშინდელ მესვეურთა შორის. მოიშალა საეკლესიო კათედრები, 24 ეპარქია, რომელთა მღვდელმთავრები სამწყსოსთან ერთად იტანდნენ ყოველგვარ მძიმე ყოფას და სიცოცხლესაც კი სწირავდნენ სამშობლოსთვის, საეგზარქოსომ 5-მდე შეამცირა. ქართული წირვა-ლოცვა და მრავალხმიანი ქართული საგალობლები რუსულით შეიცვალა. საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში რუდუნებით აშენებდა და ქმნიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 1 წლით ადრე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საერო და სასულიერო პირები შეიკრიბნენ. წირვას გურიის ეპისკოპოსი ლეონიდი აღასრულებდა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოაცხადა. ეს მოხდა 1917 წლის 25 მარტს. მალე ქართული დელეგაცია მივიდა მთავარეპისკოპოს პლატონ როჟდესტვენსკისთან, რომელიც ამ დროს ეგზარქოსის მოვალეობას ასრულებდა და მას განუცხადა, რომ საქართველოს ეკლესიის მართვის უფლება აღარ ჰქონდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობას მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა აღიარებდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება არ არსებობდა. საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას არ სცნობდა რუსეთის ეკლესია 1953 წლამდე, როდესაც მან აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია უღონდ არა უძველესი დროიდან. 1990 წელს კი კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ოფიციალურად ცნოდა აღიარა საქართველოს ეკლესიის ისტორიული დამოუკიდებლობა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოსმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელები საზეიმო ვითარებაში გადასცა. ისტორიკოსები ხშირად მსჯელობენ იმაზე, როგორი იქნებოდა საქართველოს ეკლესიისა და რა თქმა უნდა ქვეყნის ბედი, რომ არ გამოცხადებულიყო საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, ან რამდენი ხნით გადაიწევდა ეს თარიღი წინ. თუმცა ერთი რამ ფაქტია, 1917 წლის 25 მარტს ისტორიული სამართლიანობა აღდგა.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 25 მარტს წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულს, ღირს თეოფანე სიღრიანელს, ღირს სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველსა და რომის პაპს, წმინდა გრიგოლ დიოლოგოსს მოიხსენიებს. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი 946 წელს ქალაქ მალატიაში დაიბადა. მან უმაღლესი განათლება კონსტანტინოპოლში მიიღო. წმინდანს მამა სასახლის კარის ბრწყინვალე კარიერისთვის ამზადებდა და მას გარკვეული დროის განმავლობაში მაღალი თანამდებობაც ეკავა. 25 წლის ასაკში წმინდა სვიმეონმა ბერული ცხოვრება არჩია და სტუდიტის მონასტერს მიაშურა. აქ მან ბერი სვიმეონ ღვთისმოშიში გაიცნო და დაემოწაფა. ღირსი სვიმეონი განმარტოებით ლოცულობდა, ლიტურგიაზეც კი ცალკე იდგა. ხშირად ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში მარტო რჩებოდა. თანდათან წმინდანმა უდიდეს სულიერ სიმაღლეებს მიაღწია, რაც განსაკუთრებით კარგად მის შრომებში გამოჩნდა. 977 წელს ღირსი სვიმეონი მღვდლად აკურთხეს. 980 წელს კი დანიშნეს იღუმენად წმინდა მამანტის მონასტრისა, სადაც 25 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ღირსმა მამამ სავანის მოშლილი მეურნეობა მოაწესრიგა და ტაძარი კეთილმოაწყო. წმინდანის მკაცრმა სამონასტრო დისციპლინამ ძმების უკმაყოფილება გამოიწვია. ერთხელ ბერები ლიტურგიის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ მას. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თავდასხმაში მონაწილე ბერები მონასტრიდან გაყარა და სამსჯავროს გადასცა. ღირსი მამა სვიმეონი კი თავდებად დაუდგა მათ. გამოიხსნა და დიდი დახმარებაც გაუწია. 1005 წელს წმინდა სვიმეონმა იღუმენობა არსენს გადასცა. თვითონ კი მონასტერში განმარტოვდა. აქ შექმნა მან საღვთისმეტყველო შრომები. ღირსი სვიმეონი თავის თხზულებებში გვასწავლის სულიერი სრულყოფისათვის მოღვაწეობას, ვნებებისა და მავნე ფიქრების წინააღმდეგ ბრძოლას. გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ როგორ მივაღწიოთ სულიერ სიმშვიდეს. მან ბერებისთვის სამი სახის ლოცვის შესახებ სწავლება შექმნა. გარდა ამისა, ღირსი სვიმეონი იყო გამოჩენილი საეკლესიო პოეტი და ჰიმნოგრაფი. მას ეკუთვნის საღმრთო ლიტურგიის ჰიმნები და ღრმა აზრით განმსჭვალული 70 პოემა. ღირსი მამა სვიმეონის სწავლება ხორცის განღმრთოების შესახებ, რისთვისაც ახალი ღვთისმეტყველი ეწოდა, თანამედროვეებმა ძნელად მიიღეს. ბევრისთვის მისი სწავლება უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა. ამან გამოიწვია კონფლიქტი კონსტანტინოპოლის უმაღლეს სამღვდელოებასთან. დაიწყო ღირსი სვიმეონის დევნა. წმინდა მამა გადავიდა ბოსფორის სანაპიროზე, პალკიტონის კონცხზე, სადაც წმინდა მარინეს სახელობის სავანე დააარსა. წმინდანი 1021 წელს გარდაიცვალა. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ცხოვრება მისმა მოწაფემ ნიკიტა სტიფატემ აღწერა. იაპონური სამშენებლო კომპანია ობაიაში კორპორეიშენი 2050 წლისთვის კაცობრიობას პირველი კოსმოსური ლიფტის ამოქმედებას ჰპირდება. როგორც იაპონური მედია იუწყება, აღნიშნული მოწყობილობით როგორც მგზავრების გადაყვანა, ასევე კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ატანა იქნება შესაძლებელი. ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალური ვაგონით, რომელიც ნახშირბადოვანი ნანომილაკებისგან შემდგარ სადენზე იმოძრავებს. ლიფტის მეშვეობით ადამიანები ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე არსებული მანძილის მეოთხედის გავლას შეძლებენ. ზედა სადგური ზღვის დონიდან 96,000 კილომეტრის სიმაღლეზე განთავსდება. ზღვის დონიდან 36,000 კილომეტრის სიმაღლეზე სპეციალურ ტერმინალში საკვლევი ცენტრი და ასტრონავტების საცხოვრებელი განლაგდება. ვაგონის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ მიაღწევს. ამ ტემპით სადგურამდე ასასვლელად მას დაახლოებით 1 კვირა დასჭირდება. ტერმინალი აღიჭურვება მზის ელემენტის ბლოკით, რომელიც ლიფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ენერგიასაც გამოიმუშავებს და ჭარბ ენერგიას ხმელეთზე გამოაგზავნის. აღსანიშნავია, რომ კოსმოსური ლიფტის იდეა ჯერ კიდევ 1895 წელს დაიბადა. მაშინ, როდესაც რუსმა მეცნიერმა კონსტანტინე ციოლკოვსკიმ ეიფელის კოშკი იხილა, მაგრამ მაშინ არსებული ტექნოლოგიები ამ ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას არ იძლეოდა და ამიტომ ის სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდ განიხილებოდა.
ითვლებოდა, თუმცა ბოლო წლებში ნანოტექნოლოგიების განვითარების პირობებში მეცნიერებმა ციოლკოვსკის იდეა გაიხსენეს. აღნიშნულ ჩანაფიქრს კონფერენციები მიეძღვნა, რამდენიმე კომპანიამ და NASA-მ კი შესაბამისი რეალური პროექტების შემუშავება დაიწყეს. კოსმოსური ლიფტის შექმნასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა მსუბუქი და მტკიცე სადენის შემუშავებაა. მან ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაცია უნდა უზრუნველყოს. ობაიაშის სპეციალისტები თვლიან, რომ ასეთი სადენის შესაქმნელად ნანომილაკები იქნება საჭირო. თუმცა პროექტის განხორციელებამდე კიდევ არაერთი ტექნოლოგიური გარღვევაა მოსალოდნელი. ობაიაშის სპეციალისტებს ჯერ არ დაუდგენიათ თუ რა დაჯდება კოსმოსური ლიფტის მშენებლობა, თუმცა კომპანია ირწმუნება, რომ ამ აღჭურვილობით ერთდროულად 30 ადამიანისა და ეკიპირებისთვის საჭირო აღჭურვილობის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი. ობაიაში არ აკონკრეტებს, თუ სად შეიძლება განთავსდეს ლიფტის ქვედა საბაზო სადგური, თუმცა ცნობილია, რომ დედამიწის ბრუნვის გამო და იმისთვის, რომ სადენი მუდმივად დაჭიმულ მდგომარეობაში იყოს, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება, თუ სადგური ეკვატორულ ზოლში აიგება.